მოგესალმებით მეგობრებო. ვაკეთებთ Honda-ს, ანალოგიური დაზიანება ქონდა, ესეთი ანალოგიური Honda გავაკეთეთ ცოტა ნაცრისფერი, მაგრამ მაგაზე კრილო მოიჭრა. ამაზე მყარეობა აქვს. ბიჭებმა გამოჭიმეს, გუშინ იწვალეს, გვერდამდე მუშაობდნენ. მოკლედ ეს ხარი აქვს მოტანილი, ეს ზედა მხარე, რაც ხედავთ ამ დაზიანებას, ეს ყველაფერი შეიცვლება, ესე აკურატად თავის ქარხნულ გერმენტიკებიდან მოიხსნება. და დადგება ახალი პანელი აქ დაზიანება, ეს დაზიანება აქ არ მთლიანი დაზიანება საბარგულმა მიიღო. დანარჩენი რაც კრილოს შეეხება, კრილო გამოიჭიმება თავის ადგილებში დადგება ყველაფერი. უბრალოდ ეს შიდავანა ახალიდან მოკლედ ჩადგება ზედ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი დაზიანება აქ ფაქტიურად ჩახეულია. გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს მაგიტომ რომ ფაქტიურად შპაგლით უნდა ამოშენდეს და დიდი წვალება მოუწევს და დროში ძალიან დიდ დროს წაიღებს. მოკლედ ეს დაზიანება აქვს. და ბიჭები, რომ მიადგებიან საქმეს, ეტაპობრივად გადავიღებ, როგორც ნელ-ნელა წინ წაიწევიან იმის მიხედვით და განახებ შეღებილსაც, რა თქმა უნდა, დამუშავებულსაც როგორანაირად გაკეთდება, რაც შეეხება მანქანას, ეს მანქანა ამერიკაშივეა შეღებილი, აი თუ დაუგვირდებით თავის ესეთი ქალდა ესეთი ჟატი აქვს რაღაცნაირი, ну აქეთ მხარე კიდე ბოლიმენი კაია, იქეთ მხარე ვაში გაუბედურებული შეღებილია. რამდენად გამოჩნდება, არ ვიცი, აი ზედა მხარე, აი მე მგონი ყველა ამჩნევთ ხო, აი ეს მდგომარეობა აქვს რა ერთადერთი. პოლირება თუ უშველეთ და მე როგორც ხედავთ, აი კანზე ეთყვა პაჭოკი წამოუვიდათ და კანტიც არ იყო რეზინა შეფოთული, რეზინაც კი დასრული აქვს აქეთ მხარე, აი როგორც ამჩნევთ ყურადღებას. აქეთკენ ეთყობა ჯიგარს ლაკი არ ეყო და რაც მოხდა ისე დატოვა მოკლედ რა. და თუ დაუგვირდებით ფერებშიც კი სხვაობა აქვს შეღებილის ეს საკრიშარეხია ფერის ეს არის მუქი ფერი, ეს გვერდი მთლიანად არის შეღებილი ამ მანქანაზე, ანუ ეს კარიც არის შეღებილი, ესაც არის შეღებილი და წინა კრილოც კი შეღებილია. მოკლედ სულ შეღებილი მანქანა გამოდის, ნუ კაპოტი შეღებილი. საბარგულიც კი შეღებილი აქ, მოკლედ ნუ საბარგული შეიცვლება. რამდენად თუ საბარგული დაზიანებული აქვს, საბარგული მოტანილი აქვს. აი ეს მეორე საბარგული დადგება აქ. ну მოკლედ რობოტიდან რო ჩამო, მე ეტაპობრივად გადავიღებ და დაგანახებ დამუშავებას თუ როგორ გაკეთდება, აქაც კუზი აქვს ეს რო გამოიჭიმა ბოლომდე ესეც ამოსწორდება. ну მოკლედ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ ამ მანქანაზე რა. მოკლედ მეგობრებო, ესა ჩვენი მეორე Honda. მისი დაზიანება მანამდე განახეთ ამ მდგომარეობაში იყო, აი ესე მოიჭრა. ჩვენი ლაშიკო ასუფთავებს, აი ესენი გასწორდა, როგორც ხედავთ, ესენი უფრო დამუშავდება, უფრო წმინდა. მე დანარჩენსაც გადავიღებ, განახებ. ეხლა ჯერჯერობით ამ ეტაპზე არიან ბიჭები. აი ეს უკანა პანელი, აი ეს გასუფთავებული აქვს იდეალურად, არანაირი ზედმეტი გადასვლები, ფაქტიურად იქაა დამუშავებული, სადაც უნდა გადამბები უნდა შეერთდეს. აი ზედმეტი ატაჩილება, ზოგს რო ევასება იმ ბალგარკას რო დააგდებენ, ზედ ჩართულს და დადის და ატაჩილებს. ეგ პრობლემა მოკლედ არ აქვს ამ ჩვენ დეტალს, სულთან გასუფთავებულია და ესაც მიეკერება რა თქმა უნდა ამას. მე დანარჩენ დეტალებსაც განახებთ, როგორ გაკეთდება, როგორ მიეკერება. სავარაუდოდ ქვემოდანაც გვექნება სამუშაო და ზემოდანაც რა თქმა უნდა. მე იყო დანარჩენ დეტალებს უკვე გადავიღებ ეტაპობრივად, როგორც მივიწევით ნელა წინ. აქ მოკლედ ბიჭებო, მეგობრებო, აი ეს მდგომარეობა გვაქვს, აი ეს გამოასწორეს ბიჭებმა, გახსოვთ აი ეს მდგომარეობა როგორი იყო, რა მდგომარეობაში ქონდა ეს უკანა კრილო. თან ეს თხელი ჟაშტი აგროც მუშაობაში და აი ეს ტაშტევითაა რო იტყვიან და რთული სამუშაოა იმ მხრიდან რომ უბრალოდ თვითონ ჟაშტი იმ დონეზე თხელია, როცა უტყავ აქეთ-იქეთ იბრიცება რა. და აქეთ მხარეს როგორც ხედავთ, აი სტოიკაში თუ ყურეთ როგორ ტალღები აქვს იმის გამო თანგრაძე რო წევი იბრიცება აქეთ მხარეთ. და ანალოგიურად აქეთ მხარესაც იგივე პრობლემა აქვს. აი აქ ტალღები როგორა ჩანს, ანუ რავი, ალბათ ძალიან თხელი ჟაშტია და იბრიცება მოკლედ უკანა კრილოები, იგივე მოდელია, რაც გავაკეთე მანამდე ის მუქი ფერი. ეთყობა ყველა მოდელს ეს პრობლემა აქვს. რაც შეეხება შიგნით ეთყობა კარები ჩაეკეტა და აი ეს დაზიანებაც აქვს, მოკლედ ესენის გასასწორებელი, მოკლედ გამოსაყვანი, აი ესე გამოწეული კარები თელი სტოიკა განადგურებულია. რაც შეეხება შიგნით აქეთ მხარე, ეს მდგომარეობა გვაქვს, აი ეს შეიცვალა შიგა მხარე. რაც შეეხება შიგნიდან
ესია, მოკლედ ეს დასამუშავებელი გვექნება, გასასუფთავებელი გვექნება. მე როგორ ეტაპობრივად გადავიღებ, რომ გადმოვა ჩემთან, ჯერჯერობით ბიჭები მუშაობენ, დასამთავრებელი აქვს, კიდე შესაკორექტირებელი აქვს, ეს რო თამაშობს. ესეა, მოკლედ. მე დეტალებსაც კიდე გადავიღებ, განახებ, რაც შეეხება უკანა ბამპერს. ბამპერი ჩავაკერეთ, ესე. ჩაკერებული აქ სამხარე როგორც ხედავთ სხვა ფერია, რაც შეეხება ამ კროლზე გადასვლას გავაკეთებთ. ამასაც შევღებავთ, რა თქმა უნდა, ამ შუშას ყველა ვარიანტი ამოვიღებთ, იმიტომ რომ აი როგორც ხედავთ ზედაა შეღებილი, ესეა, ეს პლასმასის რეზინაც მიყოლებული, ესეთ მდგომარეობა აქვს. აქ როგორც ხედავთ, აი ლაკიც კი არა აქვს დასხმულია, ეს ალბათ როგორც მიწოდა და ზემოდან უბრალოდ დამტვერილია, აქედან კუთხიდან რო ასხავდა, ალბათ აი ესე დამტვერილია რა. მაგიტომაც აი ამ ადგილებშიც კიდეში არა აქ აი უყურეთ. რაც შეეხება პოლირებას, პოლირება მას ვერ აიდოს, იმ როგორც ხედავთ, ლაკი ზედ არ არის რა, ფაქტიურად გადატყავდება ესე და საღებავად გამოჩნდება. მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა გაქვს ჯერჯერობით. ბიჭები როგორც წინ მიიწევიან, და რთული სამუშაოა იქიდან გამომდინარე, რომ აი შეშტი იმენა რავი და აი დოლივითა. მოკლედ აი ესე და დანარჩენს კიდე გადავიღე, ბიჭები დაასრულებენ, სანამ რობოტიდან ჩამოიყვანენ, სანამ გადმოვა ჩემთან. მაგასაც გადავიღებ, განახებთ დამთავრებულს, სუფთა სამუშაოს, როგორი ნამუშევარი იქნება. მოკლედ მეგობრებო, გადმოვიდა ჩვენსკენ. აი ეს გავასუფთავე, ეს გვერდის მთლიანად დატალღული აქ ამ მხარეს, ეს მოდელი ჩვენ გავაკეთე და ვისაუბრეთ ამაზე, რომ ანოცით ეტყობა ავანტყოფობა, কিন্তু ყველა აი ზუსტად აი ამ მოდელს აქედან რო იწყება დატალღვა აი აქამდე, მოკლედ თუ აი დატალღული აქვს ალბათ იქიდან გამომდინარე ფურცელები ჯეშტი აქ აი ესე მოძრაობს ყველაფერი რა, მოკლედ რა, რავი, აი ერთჯერადივით მოკლედ და მაგიტომაც ალბათ აი ეს პრობლემა აქვს ყველგან დანგრადზე როგორც წევ, აი ესე განახება რამ ხელაზე ჩადის დანგრადზე რო წევ ალბათ მაგიტომაც ნაშვება აი მოკლედ ძალიან თხელი ჯეშტი აქვს ალბათ მაგიტომაც იბრიცება რა და აქედან მხარე რომ გადმოსულიყო წერეხოდი და უბრალოდ აი ესე საზღარი ტალღები იყო რომ გადავწყვიტეთ მოკლედ ამ ადგილას მეთქი დაგიმუშავებთ ხო და ესე ვერ დაგიტოვებთ და ესე ვერ გაგიშვებთ ხო და ესე თქვა ამერიკაშია გაკეთებული იმიტომ რომ აი როგორც ხედავთ აი ამ ადგილებში ლაკია წამოსული იმის გამო რომ ეს უკანა ვეტრავი კი არა მოხსნილი აი ამ კუთხიდანაც კი როგორც ხედავთ აი ესე განახებთ ლაკია ატეხილი იმის გამო რომ აი ეს პატარა ვეტრავი იკრები რო არ ძრება იმის გამო ლაკი რო ბოლომდე არ იკეცება და არ იკეტება მაგის გამო იკრება აი ეს ლაკი მოკლედ აი ეს რეზინაც აი ესე შეღებილი აქვს ლამაზად აი ესე ну ამას ჩვენ მოხსნით რა თქმა უნდა ამ კრილოს აქეთ შევღებავთ ქვედა მხარე მორჩით ჩვენ გერმეტიკები წაუსვით დარჩა აქეთა მხარე შიგა მხარე დაგვრჩა დასამუშავებელი ეს კი გახსოვთ მოკლედ ჩვენი ლაშუნია შიგნით იყო შემოსული უბრალოდ იდგა რო იტყვიან ისე ამუშავებდა ამ ყველაფერს როცა ის უკანა მხარე არ ეყენა არ ქონდა მანქანას მოკლედ აზე მოიყვანა და აზაზურა ყველაფერი აკურატად იმუშაობიჭმა გადმოგვაბარა ჩვენ მოკლედ ჩვენ ახლა დავამუშავებთ ამას კანტებს ფორმას ყველაფერს გამოვიყვანთ და რა თქმა უნდა შევღებავთ რაც შეეხება უკანა ბამპერი არის გადაკერილი ანუ ეს ნახევარი არის ჩაკერილი ხო და რაც შეეხება ჩაკერვას მოკლედ აი ესეთი ნაკეთებია ცოტა საშინელი რაც შეიძლება და გაკეთებულიყო იმით რა ქვია პლასმასით იქიდან გამომდინარე ესე როცა კეთდება ბამპერი და მე აგროთ და დაზიანება ხდება ანუ ფაქტობრივად ეს ადგილი აღარ ექვემდებარება გაკეთებას მოკლედ რა ეს მისი უკანა ბაგაჟნიკია ჯერჯერობით ისწა გვაქვს მე სტენზს შემოვიდეთ სტენზს ჩამოვიდებთ მოკლედ ესეთი მდგომარეობა ჯერჯერობით და დავიწყებ გაკეთებას რა თქმა უნდა ეტაპობრივად რამდენადაც შევძლებთ რო ცოტა შეზღუდული მაქვს ყველას ეჩქარება საახალწლოდ მოკლედ შევეცდები რომ ეტაპობრივად გადავიღო განახოთ კიდე წინსვლას ვითარებას როგორ გამოვა რანაირად იქნება მოკლედ აი ეს გადმოვიდით ამ ეტაპზე მეგობრებო მოკლედ ფაქტობრივად აი ეს ტეკა მთლიანად დაიშპაკლა იმის გამო რომ აი ესე ტალღები და ოვალები ქონდა ამ კაიმას გვერდთან მხარეს სტოიკას ასე ვთქვათ რაც შეეხება ამ უკანა კრილოს ესე ფორმაში მოვიყვანეთ ბიჭებმა ძალიან იწოლეს იმენ ძალიან თხელი ჟეშტია გიგანახეთ კიდევ ტაშტივით მოძრაობს აი აქეთ იქეთ ჩინური ტაშტივით მოკლედ
იქიდან გამომდინარე, ანუ რთულია ჟეშთანაც მუშაობა, თვითონ დამზადების მხრიდანაც ძალიან რთულია მუშაობა, როცა ჟეშთი თამაშობს ფორმას. ფაქტურად ძალიან ძნელად გამოიყო დაწოლა როცა აქ და ის რო ვარდება და იქ იწევა, ფაქტურად მაგას ვერ გამოიყვან. ძალიან წვალება უნდა, სუთომარი უნდა ყოველ გასმაზე, რომ არ აგიცდეს ან მეტი ან ნაკლები არ მოგივიდეს. მოკლედ ესენი ზუსტად მაგ საბარგულზე ესეთი პატარა პრობლემა ქონდა, პატარა დაზიანება ქონდა მან და აქ პატარა ადგილას. რაც შეეხება შიდა მხარეს აი ესე ბიჭებმა გაასუფთავეს, მოკლედ მე წავშბაკლე, ეს თავები ფორმებით აი ესე გამოუყვანეთ მაქსიმალურად, როგორც შეიძლებოდა ფაქტიურად იქიდან გადმოვიტანი, ანუ აქეთა მხარესაც ანალოგიურად სტოპი მედგა, რომ მიხდრილი ვიყავი აქ, ანუ რამხელაც უნდა გამომეწია ფაქტიურად ეს, იქიდან გამომდინარე მივეცი ეს ფორმა, რასაც ხედავთ. ეს უკანა ბამპერი რაც შეეხება გადამული ადგილას, მოკლედ ფაქტიურად დამზადებული ბამპერი კიდე გადაწყდა, მერე ბიჭებმა იწვალეს, კიდე გააკეთეს, რაღაც ზემოდან სეტკები მიაყარეს. მოკლედ, როგორც საჭმელში მარილი და რავი, ალბათ იმედია, რავი, მე შევღება ამ დაყენებაზე, ცოტა რთულია, იმიტომ რომ ზუსტად აი დაწოლა რომ უნდა რომ შპილკებში ჩაჯდეს, აი ზედა მხარე და ქვედა მხარე, აი ამ ადგილას იბრიცება და ყველა ვარიანტში მაგ ადგილას ყოველთვის ზიანდება ხოლმე და ზოგადად ხოლმე შვიდან ჭრიან ხოლმე აკერავენ. ნუ ეს შემთხვევა ესეთია, იმიტომ რომ სხვა დეტალი არ ქონდათ. რაც შეეხება უკანა მხარეს ეს დავამზადეთ. რაც შეეხება მეორე მხარეს უნდა გადასულიყავთ მხოლოდ საღებავით, ანუ აქეთა მხარეს და ეს კრილვარი ნაღები, ფაქტიურად აქ ეს ტალღები ქონდა და უბრალოდ ვერ დაუტოვებდი ესე. ანუ ჩვენი სერვისიდან პატივისაცემლოდ, ანუ ეს სტოიკაც ესე მაქსიმალურად გავასწორეთ. როგორც ხედავთ, აქ ტალღები აქვს, ნუ მოკლედ ეს პირველი მოდელი არა, რაც ვაკეთებ ესეც. ყველას აქ ეს ამოტყოფობა, მოკლედ აქ ზედა მხარეს ყველას აქ დაბრეცილი მოკლედ რა. იმიტომ რომ ძალიან თხელი ჟეშტია, მანამდე მქონდა გადაღებული, კი ნახავდით თავიდანვე როგორ თამაშობდა კროს ხელს რო ადებდი, ანუ ფაქტიურად ნებისმიერი დეტალს რაც ხელს დაადებ, აი ესე ტაშტივით თამაშობს. მოკლედ ძალიან თხელი ჟეშტია, გამიაბო მანქანებს, მაგიტომ პატარა წარტყმაზე იგრევე რობოტი ჭირდება და ეგრევე დეფორმაციას მაგიტომაც იღებენ, აი ელემენტარულად აკარებს არაფერი არ ჭირს, როგორც ზემოდან აწვევი, ფაქტიურად აი ესე მოძრაობს რა. მოკლედ ესეთი მდგომარეობა ახლა ვგრუნტავ, მოკლედ ბამპერზე წებოდა ავასხე ხა დავგრუნტავ, მოვიწყებდი დაგრუნტავს, გამახსენდა რომ გადასაღები მაქვს, მოკლედ აი ამ ეტაპზე ვარ. ხო და ახლა დავგრუნტავ ჩვენ ჰონდას. აქ მეგობრებო, მოკლედ შეიღება აქ საღებავით არა ვარ მოსული, მხოლოდ მოვედი საღებავით აი აქამდე ის დაზიანებული რაც ქონდა, როგორც გახსოვს აი დატალღული იქ გავუსწორეთ. ეს კრილოს ბევრად უკეთესად გამოვიდა, იმიტომ ის მდგომარეობა შეღებილი ძალიან კარგად გახსოვთ მე მგონი რა მდგომარეობაში იყო ეს უკანა მხარე. მოკლედ აი ესე გამოვიდა. აი ეს კრილოს აი ესე გემრიელად გამოვიდა. აი ეს ჩვენი გადაკერებული ბამპერი, მოკლედ აი ეს მდგომარეობაშია. ფაქტიურად ორჯერ დამუშავებული, დამზადებული დავატაჭირეთ იმის გამო, რომ ზარი ქონდა. ჩვენ პლასმასით საგრავი წებოდა ექცა ეთყობა როგორც ჩანს, პლასმასი არ ქონდა რომ დაედნო და ნორმალურად გაეკეთებინა. ნუ ეგ უკვე საკითხი თავია. მოკლედ ეს ბამპერიც მორჩით. აი დაყენების დროს მე ესე ვფიქრობ არა და აი ამ მოხრაში როგორც უწევს მოხრა, მაგით არ ვარ გავზდა წებოთ და წებებიდი. აი აქ უწევს მოხრა აი ამ კუთხეში ზუსტად. რო ჩაჯდეს ზუსტად აი ამ სალასკებში და აი ამის გამო აი ესეთი ნაკეთები, ხო? ყველა ვარიანტში, შუაში, სადღაც აი ესე ბზარს გაიგეთებს. სამწუხაროდ ეგრეა. მაგიტომ ხოლმე თავაზობთ კაი პლასმასშითა რომ იყვიდეთ და ნორმალურად ადამიანურად გააკეთოს. მოკლედ აი ეს კრილო ყველას გახსოვთ, ანუ აი ეს ხარე, რომელიც იყო მოკეცილი შიგნით, ჩვენმა ლაშქომ და გიომ იწვალეს, გამოიყვანეს იდეალურად. აი როგორც ხედავთ, კანტები, ფორმები, ყველაფერი არის იდეალური. მერწმუნეთ, ბევრი მოჭრიდა ამ კრილოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიჭებმა იწვალეს, მიუხედავად იმის თქვენ კი ნახავდით, ტაშტივით ჟეშტი იყო აი ესე დოლგარმონივით შედიოდა, გამოდიოდა. ნუ ბიჭებმა ასე თუ ისე მოაბეს თავი, იწვალეს, გამოიყვანეს და გამოვიდა იდეალურად. აი ესეთ სტოიკა ყველას გახსოვთ, დატალღული იყო, მოკლედ განადგურებული იყო, აქ ნაჩალი ჩარი იყო, იქიდან გამომდინარე რომ კარები ჩაეკეტა და სტოიკაც იყო დაზიანებული. მოკლედ აი ამ კუთხეებში ჩავჭერით. ეთყობა კიდევაც საღებავით რომ მოსული აქამდე და მე უკვე მოდის ლაკი. ფაქტიურად დავამთავრეთ. ეს ჩვენი მანქანაა.
და კახეთა მხარეს რაც შეეხება, როგორც ხედავთ, ნაკენჭარი ხელი არ მაქვს დადებული, იქიდან გამომდინარე მანდ უკვე რომ მე რო შევეხო და ვინაც საღებავით გადავიდე, უკვე მიწევს გადასვლა ზუსტად კარებზე, რომ ფერი დავსვათ მოკლედ რა. მაგიტომაც ხდება ხოლმე გადასვლებით შეღება. ეს ჩვენი ბაგაჟნიკია მოკლედ, ბაგაჟნიკს აი აქ ქონდა ეს პრობლემა, რომელიც გაუსწორეთ და დანარჩენი აი ესე იდეალურად გამოვიდა ჩვენი ბაგაჟისიც. მოკლედ ესე დამჭა შიდა გერმეტიკები, როგორც შეშლება შიდა გერმეტიკებს საუსველ, მე მაგასაც გადავიღებ, განახებ და მოკლედ ეგ არის. ანუ შიგნით შეღებილი მაქვს ფაქტიურად, მაგ დარჩენილი გერმეტიკები წაუსვა, შრობაა ჩართული, ფაქტიურად მშრალია, აი ესე მდგომარეობა მაქვს შიგნით. ამასაც ახლა წაუსმევ და ამით დამთავრდება ჩვენი Honda. მოკლედ ესე მაგალითად. ესაც მეგობრებო, სამარხული აი ესე გამოვიდა. გერმეტიკები როგორც ესვა, ისე წაუსვით. აი ესე ივაშკაცეს და შემდეგიო ეს დავასრულე, მოკლედ აი ესეთი გამოვიდა, აიწყება. და გამოვა კლელი მაგ. მადლობა ვინც უყურებს ჩემ YouTube გვერდს და ლაიქით გამოიწერეთ ჩემი არხი. და მოკლედ აი ეს მოვასწრებთ ამ ვიდეოს.